გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის სავსე მთვარეზე. ტრადიციულად ნახოთ რა ცვლილებებს მოგიტანთ სავსე მთვარეობა, დღევანდელი სავსე მთვარეობა მორიელის ზოდიაქოს ნიშანში. როგორ აისახება კონკრეტულად თქვენზე. ნახოთ სხვადასხვა სფეროები, ფინანსები, სიყვარული და ასე შემდეგ რა კითხვებსაც წამოიღებს, ასე ვთქვათ, ეს გაშლა. მას ასე თქვენი სიგნიფიკაციისთვის, იმისათვის, რათა ამოიცნოთ ეს ვიდეო გეხებათ თუ არა თქვენ, ნახოთ თქვენი დღევანდელი მდგომარეობა ახლა. თქვენ ხართ ემოციებში, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს არის უფრო მეტად სასიამოვნო ემოციები, ეს არის რაღაც თავგადასავლის ნაწილი, ან მოგზაურობის შემადგენელი, ასე ვთქვათ, ნაწილი მოგზაურობის, ანუ შესაძლებელია იყოს პირდაპირ მნიშვნელობითაც და შესაძლებელია იყოს მენტალურადაც, რაღაც თქვენ ცხოვრებაში არის ეტაპი, როდესაც ერთი საფეხურიდან გადახვედით მეორე საფეხურზე და ამან გამოიწვია თქვენში სიამოვნება და სასიამოვნო ემოციები. თუ ასე ხართ ძვირფასებო, რაღაც ოდნავ ფრთა შესხმული, გაქვთ ახალი იდეები, ახალი კრეატიული იდეები, თუ მზად ხართ, გზას დაადგეთ იმისათვის, რათა განიცადოთ სიამოვნება, მაშინ ეს ვიდეო თქვენზეა. თუ არა და გასაკვირველია, ასეც ხდება, ამაში არაფერი არ არის გასაკვირი, მაშინ ასკროლეთ და დაკავდით თქვენთვის საყვარელი საქმიანობით. მას ასე განვაგრძოთ მათთვის, ვინც დარჩით, რას მოიტანს თქვენში დღევანდელი სავსე მთვარეობა, თქვენს მენტალობაში, თქვენს ცხოვრებაში, რა ცვლილებებს შემოიტანს ეს. ეს არის გამოღვიძების ეტაპი ძვირფასებო, თქვენ გაიარეთ რაღაც ხანგრძლივი პერიოდი, განოლეთ ხანგრძლივი გზა და ახლა დროა, რომ ახლებურად განახლოთ თქვენი ცხოვრება, თქვენი ცხოვრების სავალი გზა. დროა, ასე ვთქვათ, მოისმინოთ და გაითვალისწინოთ თქვენი შინაგანი ხმა, რას გეუბნებათ. კიდევ რაღაცას თქვენ ელოდებით, რაღაც რაც უკვე წუთი-წუთზე, დღე-დღეზე უნდა შესრულდეს. რაღაცა არის, რაც თქვენ იცით ზუსტად, რომ აი ძალიან მალე ეს მოხდება და ეს არის კარგი მოვლენა. ზოგისთვის იქნება შესაძლებელია რაღაც ბიზნესთან დაკავშირებული, ზოგთან, საბუთებთან, ან ასე შემდეგ. რაღაცა არის, რასაც თქვენ უეჭველი ელოდებით და ზუსტად იცით, რომ ეს რაღაც უკვე გზაშია და სადცა, ასე ვთქვათ, ჩამოვა თქვენამდე, ასე ვთქვათ, ან ვინმე, ან რამე, შესაძლებელია იყოს საბუთი, შესაძლებელია ნებისმიერი რამ. დიახ, კიდევ რას მოგიტანთ ეს სავსე მთვარეობა, ეს არის ემოციები ძვირფასებო და ზუსტად ეს შეეფერება მორიელის ზოდიაქოს ნიშანს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც თქვენ უნდა იყოთ მორიელი, მორიელის ენერგიები, მორიელის თვისებები აისახება ყველა ზოდიაქოს ნიშანზე მინიმუმ უახლოესი 2 კვირა. ყველანი ჩვენ ვიქნებით მორიელის ზეგავლენის ქვეშ. და ეს არის თასების ტულზი, წყლის წარმომადგენელი არკანი, წყლის ნიშნის, მოგეხსენებათ, რომ მორიელი არის წყალი, წყლის სტიქიის წარმომადგენელი და თასების ტულზი არის ემოციები, რაც მორიელს ასევე ალამაზებს, უხდება და ახასიათებს და საუკეთესო თვისებები გამოვლენილი ამ ნიშნის. ესე იგი, თქვენ უნდა ელოდოთ უახლოეს 2 კვირაში მორიელს, რაც საუკეთესო გააჩნია. ეს არის მისი ემოციები, ეს არის მისი სიყვარულის უნარი, თანაგრძნობის, ემპათიის და აღარ ჩამოთვლი. ეს ყველაფერი შემოდის თქვენს ცხოვრებაში და იწყება, ეს არის დასაწყისი
ამ ყველაფრის და მე გილოცავთ ძვირფასებო და ვარ აღთოვანებული ამ არკანით. კიდევ რა, თქვათ მოდი კონკრეტულად ფინანსების კუთხით როგორ აისახება ეს პერიოდი თქვენზე, იმიტომ რომ მორიელი კუროს ღერძზეა და პირდაპირ ფინანსებს ეხება. ძვირფასებო რაღაც არაჩვეულებრივი არკანები დაეწყო, აი არაჩვეულებრივი. ძალიან მიხარია, ესე იგი, რა არის აქ? თქვენ იქნებით ძალიან ასიამოვნები, თქვენი ფინანსებით, თქვენი შემოსავლებით. აქ არის კარიერული ზრდა, ვინც უკვე მუშაობთ, ვინც გეგმავთ მომავალში, თქვენს ბიზნესს, თქვენს საქმიანობას საუკეთესო კუთხით დაეწყობა. არკანებს რა საკვირველია არ დაგანახებთ, იმიტომ რომ არ ვიცი როგორ მუშაობს TikTok-ის ალგორითმი, ვთვლი რომ არ არის საჭირო დაგანახოთ. თუმცა აქ არის იცით როგორი, აი დიდი ფინანსები, მსხვილი ფინანსები, შემოსავლები, შესაძლებელია ზოგიერთი თქვენგანისთვის ეს იყოს რაღაც ჩრდილოვანი გზა, ანუ არა პირდაპირი, შესაძლებელია იყოს სხვისი ფინანსები, ან შესაძლებელია იყოს აქ რაღაც ისეთი, რაც დაუშვათ ხელფას არ ეხება. ხელფასით ეს არ ხდება, ამხელა ფინანსების მიღება და მოგეხსენებათ და ალბათ ხვდებით თქვენ თვითონაც, რომ ყველასთან ის ასე არ იქნება. რაღაც გარკვეულ პროცენტთან, ვინც ახლა აირჩია ეს ჩემი ვიდეო და თვალყურს ადევნებ, თქვენთან მოვა დიდი ფინანსები, დიდი შემოსავლები და თქვენ ამისგან დარჩებით ძალიან კმაყოფილი. ვინც მუშაობთ, შესაძლებელია დაგაწინაურონ, შესაძლებელია პრემია მიიღოთ, ანუ აქ ისეთი ფინანსებია, რაც ხელფას არ ეხება. ხელფასის გარდა კიდევ პლუს შემოსავლები. კარგით, სასიყვარულო სფერო ვნახოთ. რომანტიკული ურთიერთობები. პირდაპირ თასების მეფე ამოვიდა ძვირფასებო, რაღაც ჯადოსნური გაშლა გამოდის, თასების მეფე ის თავად მორიელი გახლავთ. აუცილებელი არ არის დაუკავშიროთ ძვირფასებო, თუმცა ეს არის ადამიანი გოგონებისთვის, ქალბატონებისთვის მორიელური, ასე ვთქვათ, მორიელური თვისებებით არის ვიღაც თქვენ ცხოვრებაში ან შემოვა. ეს რა არის? ეს არის ქარიზმა, ეს არის მაგნეტიზმი, ეს არის მიმზიდველობა, სექსუალობა, მაღალი ტემპერამენტი. ასეთი ადამიანი. ბიჭებისთვის ვნახოთ. რომანტიკული ურთიერთობები. როგორც მოსალოდნელია, ახლა სავსე მთვარე მორიელშია და რასაკვირველია, ყველაფერს არ გავახმოვანებ. ძვირფასებო, ვეცდები ყოველ შემთხვევაში, ესე იგი, ბიჭები, რომლებიც მამრობითი სქესი აქამდე დაკავებული იყავით მხოლოდ ერთჯერადი ურთიერთობებით, რაღაცა სპონტანური ურთიერთობებით, თქვენ დაფიქრდებით, რომ დროა შექმნათ ოჯახი. თქვენთვის ძნელია ის პერიოდი, რასაც ახლა გადიხართ, გირთულდებათ რაღაცნაირად ეს პარტნიორული ურთიერთობები. შესაძლებელია ფინანსებში ყველაფერი ძალიან კარგად გაქვთ მოწესრიგებული, მაგრამ პირად ურთიერთობებში თქვენ ახლა თუ არ ფიქრობთ, იფიქრებთ მალე, რომ საჭიროა იაქტიუროთ იმისათვის, რათა ყავდეთ მუდმივი პარტნიორი ან შექმნათ ოჯახი. ანუ ვისაც ოჯახი გყავთ, დაასტაბილუროთ უფრო მეტად ოჯახში სიტუაცია. კარგით, გოგონებთან ძალიან ცოტა ვილაპარაკე სიყვარულზე, მოდით დავამატოთ ამ დედრობითი სქესის შემთხვევაში, რა გელით ეს უახლოესი 2 კვირა პირად ურთიერთობებში. აქ რაღაც უდიდესი უნებათაღელვაა თქვენთან ძვირფასებო, არის თითქოს გაშორება, შერიგება, რაღაც ასე ვთქვათ, წარსულს მთლიანად ჩამოამცხრებთ, ჩამოანგრევთ იმისათვის, რათა ბედნიერებას, ასე ვთქვათ, გაუნთავისუფლოთ ადგილი ბედნიერებას. თქვენ ხართ ძალიან გონიერი, ძალიან ჭკვიანი გოგონებო, დანარჩენებს არ დაგანახებთ, ეს ყველაფერი მეტყველებს თქვენს ინტელექტზე და თქვენი ჭკუის, თქვენი ინტელექტის და თქვენი სილამაზის წყალობით თქვენ მიაღწევთ სასურველ შედეგს და ეს არის სიმშვიდე, ბედნიერება და სრული ჰარმონია პირად რომანტიკულ ურთიერთობებში და ასევე სახლში. გესურვებთ წარმატებებს, გესურვებთ ყველაფერ საუკეთესოს. შევხვდებით მომდევნო ვიდეოებში.